ესეთი პირდაპირი კითხვა მაქვს. ეკლესიას ებრძვიან? ეკლესია თავის მხრივ მებრძოლია. არსებობს ეკლესიის ერთგვარად ორი ცნება. მებრძოლი ეკლესია და მოზეიმე ეკლესია. მებრძოლი ეკლესია ეს მიწაზე, მოზეიმე ეკლესია ეს მიღმიერ სამყაროში, ღმერთთან ზეცაში. ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესიის წევრები. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ბრძოლა უცხო არ არის. დიახ, თვითონ ეკლესია არის მებრძოლის სულის. როგორ შეიძლება ეკლესია დანებდეს წუთის სოფელს? თუ არ ნებდები, ესე იგი რასაკეთებ იბრძვი. ამიტომ ეკლესია თავისთავად თვითონ არის მებრძოლი. მე ესე ვიტყოდი. თვითონ იბრძვის ეკლესია. თვითონ ანგრევს სტერეოტიპებს. თვითონ ილაშქრებს წუთის სოფელზე და ილაშქრებს დროზე და გვაჩვენებს, რომ რაღაც არის, რაც აღმატებულია დროზე, წუთიერებაზე, მატერიაზე. ეს არის ეკლესიის უმთავრესი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ეკლესიას თუ ებრძვიან, ეს რაღაც მომენტში ეკლესიასაც ჭირდება როგორც ინსტიტუციას. თუ კი ეკლესიას არ ებრძვიან, ანუ თუ კი ეკლესია გამოცხადებულ თავის იდეოლოგიას ბრძოლის ველად არ აქცევს და არ იტყვის ცუდზე რომ ეს არის ცუდი ბანალურად თქვა და კარგზე რომ ეს არის კარგი, მაშინ მას ბრძოლას არავინ არ გამოუცხადებს. ამიტომაც ძალაუფლება და არაშეწინააღმდეგება მას ინსტიტუციურად ანგრევს. თუ შეუძლებელი ეკლესია დაანგრიო, თუ ეკლესია არის იესო ქრისტეს მისტიური სხეული, ეს თეოლოგიური ახსნაა. ჩვენ ამის გვწამს ჯოჯოხეთიც ვერ მოერება მას. მაგრამ როგორც ინსტიტუციას მას შეიძლება პრობლემები შეექმნას, როდესაც მას აქვს ძალაუფლება. როდესაც დიახ მას არ ებრძვიან. დიახ, ეკლესია გამუდმებულად იბრძვის. დიახ, ეკლესიას ყავს მტრები და ეს მისთვის ძალიან ბუნებრივი მომენტია. ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ როდესაც შენ პრეტენზია გაქვს ჭეშმარიტებაზე, როდესაც შენ პრეტენზია გაქვს რომ შენ ხარ სიკეთის მომქმედი და შენ ასწავლი კაცობრიობას, სამყაროს, აძლევს სწორკალაპოც, რა თქმა უნდა მტრები გეყოლება. ეს ბუნებრივი პროცესია.